საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გაკვეთილის თემა ადგილზე ორიენტირება. ვიდრე უშუალოდ ორიენტირებაზე გადავიდოდეთ, ალბათ უმჯობესი იქნება ჯერ რამდენიმე ტერმინი განსაზღვროთ. კერძოდ შემოვიტანოთ ჰორიზონტის ცნება. ჰორიზონტი ეს ბერძნული სიტყვა და შემომსაზღვრელს ნიშნავს და დამკვირვებლის თვალსაწიერი სივრცე ჰორიზონტად იწოდება. ანუ რასაც ადამიანი დამკვირვებელი თავის გარშემო სივრცეს აკვირდება, ეს მის გარშემო მყოფი ჰორიზონტია. ჰორიზონტი არსებობს ღია და დახურული. შენობაში, მაგალითად, ჩვენ ვაწყდებით დახურული ჰორიზონტის მაგალითს, ანუ კედლის მიღმა თვალსაწიერი შეზღუდულია და ვერ ვხედავთ, ხოლო ბუნებაში გაშლილი სივრცის პირობებში გვაქვს ღია ჰორიზონტი. ყველაზე კარგად სივრცეს, თქვათ, ადამიანი ზღვის სანაპიროზე აღიქვავს, რადგან ზღვის ფართობი იძლევა იმ საშუალებას, რომ ღია ჰორიზონტი სრულად აღვიქვათ. და თითქოს ძალიან შორს, როდესაც გავცქერით ზღვას, ჩდება ხაზი, სადაც ცადა ხმელეთი ან ზღვის აკვატორია თუნდაც ერთმანეთს უერთდება. აი ამ შემომსაზღვრელ ხაზს, სადაც თითქოს ცადა მიწა ერთმანეთს უერთდებაო, ჰორიზონტის ხაზი ეწოდება და ჰორიზონტის ხაზით ჩვენი ჰორიზონტი შემოიფარგლება, ჩვენი თვალსაწიერი. ჰორიზონტი ფართოვდება სიმაღლის მატებასთან ერთად. საშუალო სიმაღლის ადამიანის თვალსაწიერი ღია გარემოში, ანუ ღია ჰორიზონტის პირობებში, დაახლოებით 5 კილომეტრი დიამეტრის არეალს მოიცავს, ხოლო სიმაღლის მატებასთან ერთად, მაგალითად 5 კილომეტრზე ზევით თუ ავალთ, ფართოვდება და დაახლოებით 10 კილომეტრამდე არეალს მოიცავთ. 1000 მეტრზე ზევით ასვლისას, ანუ 5 მეტრზე ზევით ასვლისას 10 კილომეტრამდე ფართოვდება, 1000 მეტრზე ზევით ასვლისას დაახლოებით 122 კილომეტრამდე ფართოვდება ჩვენი თვალსაწიერი. ეს განპირობებული გახლავთ დედამიწის სფერულობით. ჰორიზონტს გააჩნია ძირითადი და შუალედური მხარეები. ჰორიზონტის ძირითადი მხარეები ეს გახლავთ ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. აი სწორედ ადგილზე ჰორიზონტის მხარეების გამოცნობას ორიენტირება ეწოდება. ორიენტს ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს, რაც აღმოსავლეთს ნიშნავს და ვინაიდან წარსულში ორიენტირება, ანუ ამოცნობა სწორედ ჰორიზონტის მხარეების მზეზე იყო ძირითადად, მზისგან ხდებოდა, ანუ აღმოსავლეთს ამოვიცნობდით პირველ რიგში, ანუ ჩვენ წინაპრები ამოიცნობდნენ და შესაბამისად აღმოსავლეთი თუ გქონდა განსაზღვრული, მის მოპირდაპირეთ არის დასავლეთი და სრულიად მარტივია მაშინ ასე გამოცნობა ჰორიზონტის ძირითადი მხარეების. თუ კი ერთ-ერთი მხარე მაინც ვიცით. ამიტომ მზეზე რადგან იყო ორიენტირებული, აი აღმოსავლეთი ამიტომ არის ასე ფიგურირებს, თორემ დღესდღეობით ხელსაწყოები, რომლებითაც სარგებლობთ ადგილზე ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრისთვის, ძირითადად ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულების განსაზღვრას ემსახურება. ასეთ ხელსაწყოთა შორის შეიძლება დავასახელოთ ყველასთვის ცნობილი კომპასი, მაგალითად. კომპასი შედგება თავისი ძირითადი ნაწილისაგან და მის მინის ხუფის შიგნით მოთავსებულია მაგნიტური ისარი და გააჩნია მას ასევე ჩამკეტი. ამ ჩამკეტის გახსნის შედეგად მაგნიტური ისარი მოვა მოძრაობაში და მისი როგორც წესი ცისფერი და წითელი ისრით არის ხოლმე ხან წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში მაგალითად ფოსფოროვანი ისრით არის წარმოდგენილი და ეს ორიენტირდება ჩრდილო პოლუსისაკენ, ჩრდილო მაგნიტური პოლუსისაკენ. იქნება მიქცეული. და
და მას გამოვიყენებთ ჩვენ ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრისთვის. მაგრამ დღესდღეობით კომპასი ისე დიდ ხმარებაში აღარ არის, ვინაიდან შემოსულია გაცილებით უფრო გაუმჯობესებული სისტემები, მაგალითად, აი ეს გახლავთ GPS სისტემა. ნახეთ, GPS სისტემა, რომელიც ორიენტირებული არის აქ, როგორც კი ჩავთავთ მას, 24 სხვადასხვა სატელიტს უკავშირდება. აი ეს პატარა ხელსაწყო და 24 სატელიტი გვაწვდის ინფორმაციას. მასში არის რუკებიც მოთავსებული, აი ეს ელექტრონული კომპასია ამ წუთში, რასაც თქვენ აქ აღიქვათ და ძალიან მარტივია იგი გამოსაყენებლად. GPS სისტემა ასე განიმარტება, ჩვეულებრივ ხედავთ და ძალიან მარტივია იგი გამოსაყენებლად. უამრავი ინფორმაციას ფლობს, მასში მოთავსებულია რუკები და მარტივია ასევე ადგილზე კოორდინატების განსაზღვრისთვისაც. ასეთივე სისტემები მინდა მოგახსენოთ, რომ უახლესი თაობის მობილურ ტელეფონებშიც კი შესაძლებელია ამის ჩატვირთვა და ადგილზე ორიენტირებისთვის აი ამ ხელსაწყოებს საკმაოდ კარგად გამოვიყენებთ. ჩვენ ვახსენეთ კომპასის შემთხვევაში, რომ იგი მაგნიტური პოლუსის მიმართ ორიენტირდება, მაგნიტური პოლუსი გეოგრაფიული პოლუსისაგან განსხვავებულია და ცოტა წანაცვლებულია, მაგალითად ჩრდილომაგნიტური პოლუსი ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ნახევარკუნძულ ბუტიაზე მდებარეობს, ანტარქტიდაზე მდებარეობს მის მოპირდაპირედ ასევე სამხრეთ მაგნიტური პოლუსი და გადახრა ამათ შორის საკმაოდ არის და ამიტომ არსებობს სპეციალური ცხრილები, რის მიხედვითაც შეიძლება გამოვთვალოთ მაგნიტური პოლუსის მიმართ ორიენტირების გადახრა ჩვეულებრივი გეოგრაფიული კოორდინატებისგან. ჩვენ ვთქვით, რომ არსებობს ჰორიზონტის ძირითადი მხარეები და არსებობს ასევე ჰორიზონტის დამხმარე მხარეებიც. აი ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი ეს ძირითადი მხარეებია, ხოლო დამატებითი მხარეები ეს არის ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი. მაგრამ ერთ წერტილზე რამდენი წრფის გავლებაც შეიძლება, ზუსტად იმდენივე ჰორიზონტის მხარე შეიძლება რომ არსებობდეს. ანუ აი აქ დამატებითი დავუშვათ შეიძლება გავავლოთ ხაზი და მაშინ ეს იქნება ჩრდილო-აღმოსავლეთი და ასე დაუსრულებლად და ეს ცოტა უფრო უხერხულობას შექმნიდა, შეუძლებელი იქნებოდა აი ასე უსასრულოდ გვეთქვა ჩრდილო-აღმოსავლეთი, კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ამიტომ აი ასეთ უხერხულობასთან რომ არ გქონდეს საქმე, შემოღებულია სისტემა, რომელსაც აზიმუტი ეწოდება და აზიმუტი ეს გახლავთ, აი დავუშვათ, საგანი მოთავსებულია ვთქვათ აქ და ჩვენ დამკვირვებელი ვიმყოფებით აი ამ წერტილში. ეს არის კუთხე, რომელიც შექმნილია დამკვირვებელს, დასაკვირვებელ საგანსა და ჩრდილოეთის მიმართულებას შორის. ანუ აი ამ კუთხეზე, აი ამ კუთხის გრადუსულ ზომაზე არის საუბარი. აზიმუტი აითვლება ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის თანხვედრილად 0-დან 360 გრადუსამდე. და ძალიან მარტივად, აი ამ ნახაზის მიხედვით შეიძლება განსაზღვროთ, რომ ჭეშმარიტი აღმოსავლეთის მიმართულება მაგალითად იქნება აზიმუტი 90 გრადუსით. ხო მართალია, იმიტომ რომ აღმოსავლეთის მიმართულება ჩრდილოეთთან სწორედ 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის, ხო? ასევე სამხრეთის მიმართულება იქნება აზიმუტი 180 გრადუსით, დასავლეთის აზიმუტი 270 გრადუსით და ასე შემდეგ, ხო? ნებისმიერი წერტილისთვის, ანუ აი ესე რომ არ გვეწერა ჰორიზონტის
დამხმარე მხარეები ამისთვის შემოღებული გახლავთ და ეს აზიმუტის ცნება ძალიან კარგად გამოიყენება მაგალითად ნავიგაციაში, ხო? მიმართულების აზიმუტი არაბული სიტყვაა და ისედაც მიმართულებას ნიშნავს და აი ამ გრადუსული ზომით განსაზღვროთ სწორედ მიმართულებას. ანუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის კუთხე დამკვირვებას, დასაკვირვებას საგანსა და ჩრდილოეთის მიმართულებას შორის, რომელიც აითვლება 0-დან 360 გრადუსამდე. ეს აზიმუტის ცნება გასაგებია. ეხლა, გარდა იმისა, რომ ჩვენ გამოვიყენეთ აი ეს ხელსაწყოები, ბუნებაში ყოველთვის ჩვენ ხელსაწყოები თან არ გვაქვს, ხო? არსებობს ძალიან მარტივი მეთოდები ადგილზე ორიენტირებისთვის, ანუ ადგილზე რომ გამოვიცნოთ ჰორიზონტის მხარეები. ჩვენ ვახსენეთ, რომ მზეზე დაკვირვებას აწარმოებდა ადამიანი და აღმოსავლეთად იწოდებოდა ის მხარე, საიდანაც ცის თაღზე მზის მოძრაობას ჩვენ თავიდან ვიხილავთ, ანუ საიდანაც ამოიწვერა მზე, თუმცა ვიცით, რომ მზე არ მოძრაობს, არამედ დედამიწა გადაადგილდება მზის მიმართ, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ხილულად ასე აღვიქვათ, რომ თითქოს ცის თაღზე მზე მოძრაობს, ხო? აღმოსავლეთს ასე განსაზღვრავდნენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის, ანუ მხოლოდ და მხოლოდ დღეღამსწორობის დღეებში. ანუ ეს არის 21 მარტსა და 23 სექტემბერს უშუალოდ თუ ვიმყოფებით ჩვენ ეკვატორზე, მაშინ შეიძლება დავაფიქსიროთ ჭეშმარიტი აღმოსავლეთი და ჭეშმარიტი დასავლეთი. მაგალითად, აი ჩვენ ზომიერ განედებში, სადაც ზომიერ სუბტროპიკულის միջდაზე, სადაც საქართველო არის განფენილი, ზამთრის პერიოდში მზე არა ზუსტად აღმოსავლეთიდან, არამედ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამოდის, ცოტა უფრო გადახრილია ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებისკენ და ჩადის სამხრეთ-დასავლეთით. მაშინ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ადგილზე ორიენტირებისთვის კიდევ სხვა მრავალი ხერხი არსებობს. შეიძლება ჩვენ ბუნებაში, როდესაც ვიმყოფებით, დავუშვათ დავაკვირდეთ ცალკე მდგომ ხეს. მას სამხრეთის მიმართულებით უფრო მეტად აქვს ვარჯი განვითარებული, ანუ უფრო მეტი ტოტები, უფრო დიდად არის წარმოდგენილი. ან თქვათ ხის გადანაჭერს შევხვდით ტყეში, ხო? წლიურ რგოლებს ხის გადანაჭერზე თუ დავუკვირდებით, ჩვენ შევნიშნავთ, რომ იქ სადაც რგოლები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის მიახლოებული, ეს ჩრდილოეთის მიმართულება, ხოლო სადაც წლიური რგოლები ერთმანეთს შორდება, ეს სამხრეთის მიმართულება. ამას ახლა თქვენ სქემაზე ძალიან კარგად ხედავთ, ხო? და აი ამ სქემაზე მშვენივრად დაიკვირვება, თუ როგორ შეიძლება გამოვიცნოთ ხის გადანაჭერზე წლიური რგოლების მიხედვით ჰორიზონტის მხარეები. ერთი მხარის განსაზღვრაც კი გვაძლევს უკვე იმის საშუალებას, რომ ჩვენ განსაზღვროთ ყველა დანარჩენი. ასე მაგალითად, დავდგებით რა ჩრდილოეთის მიმართულებისკენ პირით, ჩვენს ზურგს უკან არის სამხრეთი, ხელმარჯვნივ არის აღმოსავლეთი, ხოლო მარცხნივ გახლავთ დასავლეთი. ეს ძალიან მარტივია გამოსათვლელად. ყოველთვის ჩრდილოეთზე ვაკეთებთ მაინც ორიენტაციას, ხო? ასევე ბუნებაში დავუშვათ ჭიანჭველების ბუდე შეგვხვდა. ჭიანჭველების ბუდის დამრეცი კალთა მიმართული ყოველთვის გახლავთ სამხრეთის მხარეს. თვითონ ამ ბუდეების არსებობაც ბუჩქნარებისა და ხემცენარეების უფრო სამხრეთით იშენებენ ხოლმე ისინი, ისედაც ამ ბუდეს აკეთებენ. და ასეთ შეიძლება ორიენტირება. ჩვეულებრივი ციფერბლატიანი საათის მეშვეობითაც შეიძლება ბუნებაში გამოვიცნოთ ჰორიზონტის მხარეები. კერძოდ ეს როგორ შეიძლება მოვახდინოთ? აი ისრებიან საათს რომ ვეძახით, ხო? ჩვეულებრივ ასეთი საათი რომ ავიღოთ და პატარა ის არის, ანუ რა დროსაც გვიჩვენებს ეს საათი, პატარა ის არის მივმართოთ მზისკენ პირველ საათზე. ან გავაკეთოთ, აი ესე წარმოსახვითად გავავლოთ ღერძი, თქვენ ახლა სქემაზე ხედავთ აი ამ ყველაფერს და პირველ საათზე არსებულ ხაზსა და აი ამ პატარა ისრით, ანუ ადგილობრივ დროს, რასაც გვიჩვენებს ამ წუთში ეს საათი, აი ამათ შორის შექმნილი კუთხე გავყოთ, ანუ გავავლოთ ამ კუთხის ბისექტრისა და
აი ამ ბისექტრისის მიმართულება მიმართული იქნება და გვაჩვენებს სამხრეთის მიმართულებას დღის განმავლობაში, ანუ დილის 7 საათიდან საღამოს 19 საათამდე. ეს არის სამხრეთის მიმართულება, ხოლო საღამოს ანუ 19 საათიდან დილის 7 საათამდე იგივე მიმართულება ჩრდილოეთის მიმართულებას გვეჩვენებს. მაგრამ ეს მეთოდი, ვთქვათ, გამოსაყენებელია მზიან, საკმაოდ მოწმენდილ ამინდში. ღრუბლიან შემთხვევაში, ღრუბლიანი ამინდის შემთხვევაში ამ მეთოდს ჩვენ ვერ გამოვიყენებთ. ვთქვათ, დაგვიღამდა და მაშინ როგორ ვახდენთ ორიენტირებას. ცის თაღზე ძალიან მარტივია დიდი დათვის თანავარსკვლავედის პოვნა, რომელსაც დიდი დათვის თანავარსკვლავედის ფორმა კი არა, თქვენ ახლა ხედავთ კადრში, თუ როგორ გამოიყურება დიდი დათვის თანავარსკვლავედი სინამდვილეში, ანუ ცის თაღზე როგორია მისი განლაგება ამ ვარსკვლავების, ხოლო იმას, რასაც ჩვენ დიდ დათვის თანავარსკვლავედს ვეძახით, ეს 7 ვარსკვლავისაგან შემდგარი თანავარსკვლავედი გახლავთ, რომელსაც უფრო ხის კოვზს მივამგვანებდით, ანუ ციცხს, ხო? და აი ამ კოვზის პირში არსებულ ბოლო ორ ვარსკვლავს შორის მანძილი, აი ეს მანძილი გავავლოთ წრფე ისეთ აი ამის გაგრძელება, წარმოვიდგინოთ და ეს მანძილი აი ბოლო ვარსკვლავიდან 4 გზის რომ გადავზომოთ, მივალთ ჩვენ პატარა დათვის თანავარსკვლავედის იგივე ასეთივე განლაგება აქვს, ანუ ესეც ხის კოვს ციცხს წააგავს, ოღონდ აი ამ კოვზის ტარში არსებულ ბოლო ვარსკვლავამდე და ეს არის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცის თაღზე, რომელსაც პოლარული ვარსკვლავი ეწოდება. პოლარული ვარსკვლავი ყოველთვის გვიჩვენებს ჩრდილოეთის მიმართულებას. ჩრდილო ნახევარსფეროში ეს წარმოადგენს ყველაზე კარგ ორიენტირს ღამით, რომ განსაზღვროთ ჩრდილოეთის მიმართულება და ეს ჩვენ უკვე ვთქვით, თუ კი ერთი ჰორიზონტის მხარე ვიცით, შესაბამისად განსაზღვრავთ 3 დანარჩენ ძირითად ჰორიზონტის მხარესაც. ასევე სავსე მთვარეზე დაკვირვებით შეიძლება რომ მოვახდინოთ 19 საათზე სავსე მთვარე აღმოსავლეთით არის, 7 საათზე კი დასავლეთით არის. ასევე პირველ მეოთხედში ღამის პირველ საათზე დასავლეთით იმყოფება მთვარე, ხოლო ბოლო მეოთხედში მთვარე წარმოდგენილი არის ცის თაღზე აღმოსავლეთის მიმართულებას გვიჩვენებს. და ასეთი მრავალი ხერხი არსებობს ადგილზე ორიენტირებისთვის, ანუ ადგილზე ჰორიზონტის მხარეების განსაზღვრისთვის. ერთი არსებობს კიდევ მაგალითად, უბრალოდ ჩავარსოთ ჯოხი რაიმე და დავაკვირდეთ, ეს ოღონდ ცოტა ხანგრძლივი პროცესია. აი ამ ჯოხს ვუწოდოთ რაღაც გნომონი, ანუ დასაკვირვებელი ჯოხი და დავაკვირდეთ მზის ამოსვლიდან მის ჩრდილს. მზის ამოსვლიდან შუადღემდე ჩრდილი თანდათანობით მოკლდება, ხოლო შუადღის შემდეგ ჩრდილი ისე იწყებს დაგრძელებას. აი ყველაზე მოკლე ჩრდილი, როდესაც ექნება საგანს, ეს გვაჩვენებს საშუადღეო მიმართულებას, ანუ საშუადღეო ჩრდილი აქვს საგანს ყველაზე მოკლე და ეს იქნება ზუსტად ჩრდილოეთის მიმართულება. ეს არის საშუადღეო ჩრდილი, ზუსტად ემთხვევა კონკრეტულად იმ ადგილზე მერიდიანის მიმართულებას. რუკაზე და გლობუსზე მერიდიანები მოგეხსენებათ, რომ ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებას გვაჩვენებს და მერიდიენს საშუადღეოს ნიშნავს, სწორედ ესეც და უმოკლესი ჩრდილი ემთხვევა შუადღისას, უმოკლესი ჩრდილი ჩრდილოეთის მიმართულებას. ეს გახლდათ ჩვენი გაკვეთილი, ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე ხერხი ადგილზე ორიენტირებისთვის და ასევე ხელსაწყოები, რომელიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ და თუ ეს ხელსაწყოები არა გვაქვს, კიდევ სხვა ასეთი ხერხები, რომლითაც შეიძლება ბუნებაში ორიენტირება. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.